გიჟღერების. დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის სიამოვნებთ ჩვენთან ყოფნით და შეგვიძლია რომ დავიწყოთ. ზამთრის პირველი თვე სასაფლაოს მიუახლოვდა. მთელი ქალაქი ახალწლთან შესახვედრად ემზადება. ქალაქის ქუჩები ჰერადი განათებებითა და ლამაზი დეკორაციებითაა მორთული. ადამიანები ერთმანეთისთვის საჩუქრებს ამზადებენ. თოვლის ბაკუა ქალაქისკენ მოემართება. ერთმანეთს ემზადებიან დასახვედრად. მათ ჯერ არ იციან, რომ ახალი წლის ჯვაროსნულ ღამეს საფრთხე ემუქრება. რადგან გრინჩმა მოიპარა ყუთი, რომელშიც ისეთი რამ დევს, ის გარეშეც თოვლის ბაბუს საჩუქრებს ვერ გაანაწილებს. საჩუქრების გარეშე კი ახალი წელი ერთი ჩვეულებრივი დღეა. მისი ჯადოსნურობა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნასა და ერთმანეთისთვის გულით მომზადებული საჩუქრების გაცვლაშია. და ასეთი რა დევს ყუთი? ამას მხოლოდ მაშინ გაიგებ, თუ გრინჩი მოყარულ ყუთს დააბრუნებს. მე მილოგრინჩთან და ვთხოვ, რომ ყუთი აუცილებლად დააბრუნო. გრინჩ ადამიანებთან საუბარი არ უყვარს. თუმცა საუბრით ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი. ბატონო გრინჩო, გამიღეთ კარი რა. ადამიანის საზღარის მომესმო. გამიღეთ კარი რა. რა გინდა ადაკარგია? ადამიანები ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს საუბრობენ. თქვენ კი ისეთი რამ მოიპარეთ, რის გარეშე დღესასწაული არ იქნება. მაგიტომაც მოიპარე, რომ მე გვითომ ჯადოსნური ღამე არ დადგეს. რატომ არ მიყვარს ადამიანები? ერთ დრო ძალიან მიყვარს. კაცეჭით ყოფნა და ყველაფერი ეძებნება. თუმცა ჩემ განსხვავებული გარემოების გამო ძალიან ჩვენ მოიყვნენ. გამცინის და მომცირეს ახალ კი მარტო ცხოვრობა. რადგან შორს ადამიანები ორტებიან. მხოლოდ არ მიყვარს მას. ყველა ადამიანი ასეთ არის. მოდი შევთანხმდეთ. მე დაგეკისებ, რომ სამყარო სავსეა კეთილი ადამიანები და შეცანათოდ მოყავთ დაასრულოს. შევთანხმდეთ. მაინც შევშენ. ისიც კი არსებია რომ არ არსებობს, რასაც გულით მოიდამ, ყველაფერი გამოძიოთ. შევთანხმდეთ. თოვლის ბაბუა ქალაქისკენ მოემართება. თუ ყუთის ჩამოსვლამდე არ დავაბრუნოთ, ჩვენი ჯადოსნური ღამე ჩვეულებრივ ღამედ იქცევა. ყუთში რა დევს? აბა ნაძვის ხე. ის კაში ახალი წელი ვერ იქნება. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ყუთი. ერთხელ ყველაფერს შევძლებ. გრინჩი უნდა მოიყვანო. ეგ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ჩვენთან მოიყვანო. ჩვენ იმას მოყვართ. ამბებს უკეთებია. საცალფონს ლოკეცივი და ადამიანების არსებობენ. იმასაც დაუმტკიცეთ, რომ საბოლოოდ სიკეთე იმართებს ბოროტებაზე. სიკეთე ხო ყველგან ამთავარია, მისი დანახვა შეუძლია. ახლა მოვიყვან გრინჩს. მოგიყვებით ამბავს ასტრიდ ლინდგრენის სიგნიდან მილერბიელი ბავშვი. სვეტეთის ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილი ფიცი ულე. მის სოფელში ერთი ხარაზი იყო, რომელიც სადავო პირობას არასდროს ასრულებდა. ხარას ძაღლი ჰყავდა სახელად ელვა.
ელვა ყველას უხერხდა და ძალიან ავიცახრი იყო. ხარაზე მას თუდად ექცეოდა, ყოველთვის ჯაჭვით აბანდა და არ უფლიდა. ერთხელ ულე ხარასთან მივიდა. და ამ დღეს გაიცნო ელვა. ულე ძაღლს ძალიან თბილად ექცეოდა. ელვა პირში ძალიან შეუყვარდა. საფალოდ ულეს მამამ ელვა იყიდა. ელვა ისეთი ავი აღარ იყო, როგორც ხარასთან ცხოვრების დროს. ის ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს კეთილ პატრონთან. ხედავ, სიკეთე ბოროტებას ემეწია. ზღაპარი. ჩვენ მოგიყვებით ამბავს შედი მწერლის წიგნი ბატონი და პინდოსი. იყო ერთი ვერი კაცი, სახელად ბეცი. მას ყავდა კატა, ფინდო. ერთად ძალიან ფრიანი და დათარებდნენ ძროხს. ერთხელ პეცონთან და ფინდოსთან მეზობელი მივიდა და უთხრა რომ მასთან მელია შეიჭრა. მელია პეცონმა და ფინდოსმა გეგმაში ათქილეს. გეგმის მიხედვით. გეგმის მიხედვით. ისე შეაშინა და მელიას უკან დაბრუნება აღარ მოსწონდა. ასეც მოექცნა ჭკვიანური გეგმის დახმარებით. შეაშინას მელია და ასე გადაარჩინეს ის მეზობლისგან. ხომ ხედავ როგორი კეთილებია. ზღაპარი. სოფლის სკოლაში მოსწავლეებს დაუსვიდრო გავდა ორქას. მხოლოდ ერთი ბავშვი არ საუბრობდა. მას სამთანში დაჩვენოდა და ხელსარიელი იყო. იდგა საცხალი და შორიდან უყურებდა როგორ საუბრობდნენ მისი მეგობრები. კეთი მას არ დავარესოდა, მაშინ შუაზე გაყო თავისუფალი და პური და მეგობა შესთავაზა. ხედავ, სიკეთე ყოველთვის ბოროტებაზე მეტია. ზღაპარი. ჩვენ მოგიყვებით იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა სამაგიერო სიკეთე. ერთმა მოხუცმა კაცმა ფრინველებს დიდი მახე დაუღო. ამ მახეში არწივი გაება. მოხუცი რომ დაინახა არწივს, შეეცოდა და გაუხვა. ერთხელ მოხუცი სახლის წინ იდგა, უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა. იქო ის არწივი დაფრინავდა, რომელიც მან გაუშვა. ატმა რომ დაინახა მოხუცს საფრთხე ემუქრება და ქუდი მოსტაცა და გაფრინდა. მოხუცი არწივს დაედევნა. სახლის კარს რომ მოშორდა, დაინახა როგორ დაანგრია ქარმა კედელი. არწივი როგორც კი დაწუნდა, რომ მოხუცი მუსავთად იყო, ხუთს კონჭები გაუშვა და მინდორზე დააგდო. ასე გადაარჩინა არწივმა მოხუცი. ხედავ, სიკეთე ყოველთვის სიკეთით ბრუნდება. ზღაპარი. ჩემი მეგობრების ერთი სიტყვები არ დაიჭერეს სამწუხაროა. მე კითხმაქ შევამბავი. იმედი ერთ ამბავი გაკითხავს გულს. კაცი შეინაგისას შემოგვესმა. მან დავკავე და კლდის კიდესთან შენი ძაღლი დავინახე. დავფიქრე რომ ისკენ გავიქეცი. თოვლში იყო ჩაფლული. ვერ ამოდიოდა. აღმოიცოდით რომ შენი ძაღლი იყო. ამას მაშინ მივხვდი როცა შენი ძაღლისკენ გაიქცა. ხედავ, სიკეთე ყველგან თავარია მისი დანახვა შევძლოთ. ყველაზე ბევრ ადამიანებს კი გაუთვალს გულს სიკეთის დანახვა. ახლა ნამდვილად დავწმუნდი რომ სამყაროს სიკეთე ბოროტებას მეტია.
სანამ საჩუქრებს გავანაწილებ, 5 მჭირდება. რის გარეშე ვერც არ მოგიგენიათ ახალი წელი, საჩუქრები, ნაძვის სვეტკბილეული. ალბათ პირველად ეს ყველაფერი გაგახსენდებათ. ის ყველაფერი ერთადერთი რამ, რის გარეშე ახალი წელი ვერ დადგება. სიყვარულია, სიცოცხლის სიყვარული. ადამიანებისა და ცოცხალი არსებების სიყვარული. სიყვარული ყველაფრისა, რასაც სამყარო მრავლად გვთავაზობს. ახალი წელი წარმოუდგენელია საყვარელი ადამიანების, მათთვის ოდნავისა და ფიქრის გარეშე. არაფერს აქვს აზრი ერთმანეთის სიყვარულის გარეშე. ახალი წლის ღამეს ჯადოსნურს სწორედ ერთმანეთზე ზრუნვა და ერთმანეთისთვის სიყვარულის გაძიარება ქმნის. გილოცავთ, დამდეგთ და გისურვებთ სიყვარულით სავსე წელს. ხშირად დავიწყდებათ, რომ ოდესღაც ისინიც პატარები იყვნენ. გონი დროა, შობლები ბავშვობაში ვამოგზავნოთ. ახლა მინდა ვთხოვო მშობლებს ჩართულობისთვის პატარება მოგიმზადეს კითხვები და გულწრფელი პასუხის შემთხვევაში გადმოგცემენ. ნიტას დედას ვთხოვ და თამუსის დედას თუ შეიძლება. რომელი სათამაშო გინდოდა შოკოლადები და თუთმეტები. მადლობა. შოკოლადი ხარი გქონდა. მადლობა. დაბი, ზურგი თანდადი შემოსიყო. ბავშვობაში აბარე თავის დავაბარე და შოკოლადები და პანი. იმის შოკოლადი გქონდა პასუხი. დავაბარე თომის პაპა. ყველა შოკოლადები უნდა და ბავშვობაში როგორ ვფაი. შემდეგი
რომელი გამოფილი არ გეყავდა უცხოელი პასუხია, მოდი შოკოლადი მივცეთ, ხო? ემზადებული. ბევრი შოკოლადი. შოკოლადი. მადლობა. ახლა იოანი არის. რა კილო და გამოსული ყავა პატარაობაში რომელი პატარა შეუპასუხე, ხო? პატარაობაში ამიტომ და სტომატოლოგი. გავუხვედით სტომატოლოგი. დიდი მადლობა. ცოტა ხმამაღლა არის მის კითხვა. ბავშვობაში რა გიყავდა როგორ თქვი? მადლობა. ცოტა ხმამაღლა დედა რა გინდოდა პატარაობაში მადლობა. როგორც ყველა ბავშვი ალბათ მის სტოდნებს ავარები თორეს. იქ შეკავდი. ავიღო. მადლობა. სანდროს კითხვა ცოტა რთულია. ელფები არსებობენ? ფიქრობ კი. როგორც ფიქრობ, ისე ფიქრობ ეხის. კი. იქ შეკავდი. აი, მოვიდეს სათა იზი. ავი როგორ ისიამოვნე ძალიან უყვარდა ბაბუაო, ვიცით და როგორ ისიამოვნე. ძალიან სიამოვნებდი როცა ვიკრავ. მადლობა. აბა თოვლის ბაბუა. რა გინდოდა გამოსული ყავი იდობაში ეგ მე მინდოდა რომ გამოვცადო. გამოვადი? არა. დიდი მადლობა ჩართულობისთვის. თოვლის ბაბუს თხოვა მოიტანოს თავისი ხურჯინი, იმიტომ რომ მას აქვს ფაიფრის საჩუქრები. მართლა საჩუქრებზე შეგიძლიათ მოვიდეთ. დიდი მადლობა ყველას.